დავიწყოთ იმით, რაც დასტინ პორიემ თქვა და რამაც ბევრი შოქში ჩააგდო. პორი ამბობს, რომ როდესაც ის ისლამს აწონებზე ხედავდა, ის ჩვეულებრივი მსუბუქი წონის მებრძოლი იყო. მაგრამ როგორც კი გალიის კარი დაიხურა და მათ ერთმანეთს თვალებში ჩახედეს, დასტინმა დაინახა სულ სხვა ადამიანი. ეს არ იყო ის გამხდარი ბიჯი წინადღიდან. ეს იყო ნამდვილი მონსტრი. იცით რაშია საქმე? პორიემ UFC-ს ოფისში ჰანტერ კემპბელთან სტუმრობისას შემთხვევით თვალი მოჰკრა ოფიციალურ ჩანაწერებს. და აი აქ იწყება ნამდვილი მისტიკა. ბრძოლის დღეს ისლამ მახაჩევი იწონიდა 195 ფუნტით, დაახლოებით 88.5 კილოგრამით. მოდით წამით დავფიქრდეთ. ადამიანი, რომელიც წინა დღეს 155 ფუნტის იწონიდა, ერთ დღეში თითქმის 20 კილოგრამს იმატებს. ეს როგორ ხდება? ქართული სუფრა ხომ არ ქონდა გალიაში შესვლამდე. ხინკალი და მწვადი ერთ ღამეში ამდენს არ შვება, მეგობრებო. ისლამი, რა თქმა უნდა, ამას უარყოფს. ამბობს 175 ფუნტით, 79 კილოგრამიზე მეტი არასდროს ყოფილვარო. მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები და ანალიტიკურად შევხედოთ. როდესაც პორიე, კაცი, რომელმაც ყველაფერი ნახა ამ სპორტში, ამბობს, რომ მის წინაშე საშუალო წონის middleweight-ის მებრძოლი იდგა, ჩვენ მას უნდა დაუჯეროთ. ეს არის ის, რასაც ამერიკელები weight bullying-ს უწოდებენ. როდესაც მებრძოლი იყენებს თავის ფენომენალურ უნარს, აღიდგინოს წონა და ბრძოლის დღეს ბევრად დიდი იყოს მეტოქეზე. და აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ ქართველებს ყველაზე მეტად გვაინტერესებს. რა ელის ილია თოფურიას? ჩვენი მატადორი ფენომენალურია. მისი ტექნიკა, მისი კრივი, მისი თავდაჯერებულობა, ეს რაღაც სხვა დონეა. მაგრამ ფიზიკა, ეს დაუნდობელი ფიზიკა. ილია ნატურალური მებრძოლია. მას შეუძლია ავიდეს 170 ფუნტამდე, 77 კილოგრამთან. შეუძლია მეცნიერულად მოიმატოს კუნთოვანი მასა თავისი საოცარი მწვრთნელების დახმარებით. მაგრამ 195 ფუნტი ეს ილიასთვის წარმოუდგენელია. მისი გულმკერდის სტრუქტურა და ფიზიოლოგია უბრალოდ არ არის გათვლილი ასეთ წონაზე. წარმოიდგინეთ ბრძოლა, სადაც ისლამ მახაჩევი 20 ფუნტით, 9 კილოგრამით მეტია ილიაზე. ჭიდაობაში ეს უზარმაზარი სხვაობაა. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მსოფლიოში საუკეთესო მოჭიდავე. მაგრამ როდესაც თქვენზე 10-15 კილოთი მძიმე ადამიანი გაწვევათ, რომელიც თან დაღესტნური სკოლის წარმომადგენელია, ეს უკვე სხვა თამაშია. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ბევრი ამბობს, თუ პერეირა ადის წონებში და ყველას თიშავს, ილია რატომ ვერ შეძლებს? მაგრამ აქ ერთი დიდი მაგრამ გვაქვს. ალექს პერეირა ნამდვილი ანომალიაა. მე თვითონ ვნახე ის ახლოდან, ეს კაცი სიმაღლეში თითქმის 2 მეტრია. მას აქვს ბუნებრივი ჩარჩო, რომ დაიდოს 250 ფუნტი, 113 კილოგრამი და იჩხუბოს მძიმე წონაში ისე, თითქოს მთელი ცხოვრება იქ იყო. პერეირასთვის მძიმე წონა ბუნებრივი სახლია, სადაც მან უბრალოდ ავეჯი შეიტანა, კუნთოვანი მასა. ახლა შევხედოთ ილიას. ილია თოფურია თავის წონაში, featherweight, არის აბსოლუტური მეფე. მისი ძალა, მისი აფეთქება, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ ილიას აქვს თავისი ბუნებრივი ლიმიტი. კი, მას ყავს საუკეთესო ფიზმომზადების მწვრთნელები, როგორიცაა ხესუს გალიანი, ნამდვილი პროფესორი თავის საქმეში. ისინი ყველაფერს მეცნიერულად გააკეთებენ. ილია ავა 170 ფუნტამდე welterweight და იდებს ხარისხიან კუნთს, მაგრამ 195 ფუნტი? მეგობრებო, მოდით გულახდილად თქვათ. ილიასთვის 195 ფუნტი ნიშნავს, რომ მან უნდა დაკარგოს თავისი მთავარი იარაღი, სისწრაფე. აქ არის მთავარი ანალიტიკური ჩიხი. დარტყმის ძალა. ილიას შეუძლია ერთი დარტყმით გათიშოს ნებისმიერი, ვინც მასზე დიდია. ეს ფაქტია. ერთი კარგად მოხვედრილი ჰუკი და მახაჩევიც ისევე დაეცემა, როგორც ვოლკანოვსკი. ჭიდაობის ფიზიკა. აი აქ იწყება პრობლემები. ჭიდაობა არ არის მხოლოდ ტექნიკა, ეს არის ბერკეტები და მასა. როდესაც მახაჩევი ბრძოლის დღეს 10-12 კილოგრამით მეტია, ის უბრალოდ გასრეს მეტოქეს თავისი წონით. წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ გადააჭიროთ კლდე, რომელიც თქვენზე ორჯერ მძიმეა. ტექნიკა გაქვთ, მაგრამ კლდე მაინც კლდეა. ბევრს გონია, რომ მახაჩევი და თოფურია უბრალოდ სხვადასხვა წონითი კატეგორიებია. არა, მეგობრებო, ეს სხვადასხვა სამკაროებია. თუ ილია მახაჩევს 170 ფუნტში მოუგებს, ეს იქნება უფრო დიდი მიღწევა, ვიდრე პერეირას მიერ სირილგანის დამარცხება მძიმე წონაში. რატომ? იმიტომ, რომ პერეირა მძიმე წონოსანია თავისი ბუნებით. ილია კი
ილია არის მეომარი, რომელიც თავის ბუნებრივ შესაძლებლობებს ცდება. ქართველებს გვიყვარს გმირები, რომლებიც შეუძლებელს აკეთებენ. ჩვენი ისტორია სავსეა ასეთი მომენტებით. ილია ზუსტად ამას ცდილობს. ის არ ეძებს ადვილგზებს, ის ეძებს ყველაზე დიდ გოლიათს, რათა მთელ მსოფლიოს დაანახოს ქართული სული. მაგრამ როგორც ანალიტიკოსი, მე გეუბნებით, ეს ბრძოლა იქნება არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ weight bullying-ის წინააღმდეგ ბრძოლა. წარმოიდგინეთ სურათი. ოქტაგონზე დგას ილია, დახვეწილი, სწრაფი როგორც ლეოპარდი და მის წინაშე გამოდის მახაჩევი, რომელიც ბრძოლის დღეს გამოიყურება ისე, თითქოს სულ სხვა წონითი დივიზიონიდან გადმოეპარა დაცვას. ეს არის ის, რაზეც პორი ესაუბრობდა. ეს არის ის შიში, რომელიც მეტოქეებს უჩნებათ, როდესაც ხედავენ, რომ მათი ოპონენტი ერთ ღამეში გაორმაგდა. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ისლამ მახაჩევი არის ელიტარული მებრძოლი, მაგრამ მისი მთავარი იარაღი სწორედ ეს წონის манипуляციაა. როდესაც დასტინ პორიე ამბობს, რომ 195 ფუნტიანი, 88 კილოგრამიანი კაცი დააწვა, ეს ნიშნავს, რომ ყოველი მოძრაობა მეტოქისთვის ორმაგად დამღლელია. ეს იგივეა სირბილით ახვალო მთაწმენდაზე, ოღონდ ზურგზე 15 კილოგრამიანი ტომარა გეკიდოს. მაგრამ აი აქ შემოდის ილია თოფურიას ფაქტორი. ილია არ არის უბრალოდ მებრძოლი. ის არის ადამიანი, რომელმაც შეცვალა თამაშის წესები. მისი თავდაჯერებულობა ზოგჯერ ქედმაღლობაშიც კი გადადის, მაგრამ განა ჩვენ ქართველებს არ ვიცით, რომ დიდი გამარჯვებები ზუსტად ასეთი გიჟური თავდაჯერებულობით იწყება? რა არის ილიას გზა გამარჯვებისკენ ამ წონის ბულინგის პირობებში? დისტანცია და ქირურგიული სიზუსტე. თუ მახაჩევი ილიას ჩაავლებს, წონის სხვაობა თავისას იზავს. ილიას შანსია არ მისცეს მას ჩავლების საშუალება. მან უნდა იმოძრაოს ისე, როგორც არავის უმოძრავია. ილიას კრივი უფრო სწრაფია, უფრო მკვეთრია და უფრო დამანგრეველია. ფსიქოლოგიური ტერორი. მახაჩევი მიჩვეულია, რომ ყველა მასთან ბრძოლისას ცოტათი დათრგმნულია მისი ფიზიკური უპირატესობით. ილია კი ის კაცია, რომელიც მახაჩევს თვალებში ჩახედავს და ეტყვის: შენ ჩემს ტერიტორიაზე ხარ. ქართული ხასიათი აქ გადამწყვეტია. ჩვენ არასდროს გვაშინდებდა რიცხობრივი თუ ფიზიკური უპირატესობა. ხესუს გალიანის ლაბორატორია. ილია არავა 170 ფუნტზე უბრალოდ ბევრი ჭამით. ეს იქნება წმინდა წყლის მეცნიერება. ის იქნება ყველაზე ძლიერი ნახევრად საშუალო, welterweight-ი, რაც კი ოდესმე გვინახავს, რადგან მისი კუნთოვანი ბოჭკოების სიმკვრივე სხვა დონეზეა. ბევრი ამბობს, რომ ეს ბრძოლა არ მოხდება, რომ დანა ვაიტს ეხინია თავისი ერთ-ერთი ვარსკვლავის დაკარგვის. მაგრამ მეგობრებო, როდესაც ილია თოფურია რამეს ამბობს, ის ამას აკეთებს. მან თქვა, რომ ვოლკანოვსკის დაანოკაუტებდა და გააკეთა. მან თქვა, რომ ჰოლოვეის პირველად დააგდებდა და გააკეთა. ახლა ის ამბობს, რომ მახაჩევსაც მიხედავს და მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკურად მახაჩევი ფავორიტია, სწორედ იმ 195 ფუნტის გამო, მე ვერასდროს დავდებ ფსონს ილიას წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ, რომ ილია თოფურია არის მებრძოლი, რომელიც შეუძლებელს საუზმეზე მიირთმევს. ეს ბრძოლა იქნება ისტორიული. ეს იქნება დავითის და გოლიათის თანამედროვე ვერსია, სადაც შურდულის ნაცვლად ილიას მარჯვენა ჰუკი იმუშავებს. მახაჩევი შეიძლება დიდი იყოს, შეიძლება მძიმე იყოს, მაგრამ როგორც ილია იტყოდა, ისინი ყველა ერთნაირად ეცემიან. ჩვენი მხარდაჭერა ილიას, საქართველოს შენთანაა ჩემპიონო. და მთელმა სამხარომ გაიგოს, რომ წონას და კილოგრამებს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ოქტაგონზე ქართული გული გადის.